ჩვენ ნინო კვანტრიშვილთან გადავინაცვლოთ, ის გალერეა ორნამენტში იმყოფება, ძალიან ბევრი ლამაზი ნაძვის ხის სათამაშო და ნივთი ჯერ კიდევ დასათვალიერებელი დაგვრჩა, ასე რომ მოდი მივესალმოთ მას და მის სტუმარს კიდევ ერთხელ. დილა მშვიდობის ნინო. დილა მშვიდობის მარკო კოტე, მივესალმები სრულიად საქართველოს. მე აქ გავერთე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ლამაზი. თან მუსიკალურია, ხო, როგორც ხედავ. რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ მიკროფონს მიუშვერო ხმა გაიგოთ, როგორი ლამაზი ნამუშევარია, ხო ხედავთ და ვინც ახლა შემოგვიერთდა, შევახსენებთ ჩვენ მყოფებით გალერეა ორნამენტში, რა თქმა უნდა, დამავიწყდავთ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ამ გალერეის დამფუძნებელი და მხატვარი თეა გურგენიძე, დილამშვიდობის კიდევ ერთხელ თეა. აი ამ არაჩვეულებრივი ნივთის, ესე ვთქვათ, ვინც შექმნა ეს არაჩვეულებრივი ნივთი მხატვარი თამუნა გრიგალაშვილი, დილამშვიდობის და ნინო კუთელია, ნინო დილამშვიდობის. მოგესალმები. ნინო არის მხატვარი, თამუნაც არის მხატვარი. ესე თქვა დავდოთ ეს ძალიან ლამაზი ნივთი. მოდი ნინო პირველად შენთან გადმოვინაცვლებ, რადგან შენ თამუნა უფრო სწორად. გკითხავ როგორ გააკეთე აი ეს ძალიან ლამაზი საახალწლო? ისე არის ნუ რაღაცებზე ვიფიქრეთ, სანამ რაღაც დაიწყებოდა გამოფენა, ფიქრი დავიწყეთ და ნუ რა ვიცი, მექანიკური არის, თავისთავად რაღაცა მოვიდა რა ფიქრში ეს იდეა, რომ გაკეთებული იყო რაღაცა განსხვავებული უბრალოდ მექანიკურია ტრიალებს და თან მუსიკას უკრავს. ისგან არის გაკეთებული? თვითონ ეს ნაძვის ხე არის მინანქარი არის, ვერცხლის ფიფქები აქვს, ეს ხის ყუთი არის. ვითომ რაც საჩუქრის ყუთის ამბავში, ესეთი პატარა ბანტი აქვს და შიგნით არის მექანიკური უბრალოდ, რომელიც აი ძალიან კარგი იდეა. ეს ბავშვობაში ხარ მოგწონდა ესეთი, ანუ ბავშვები კი. ხო და ეს გადმოიტანა და გააკეთე, ხო? დიახ. ძალიან საინტერესო. კიდე რომელია შენი ნივთი, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს? მე ნინოს ნივთებსაც ვაჩვენე. აი ეს ძალიან ლამაზი არის. ეს რისგან არის გაკეთებული? ეს მინანქარია, თავიდან ბოლომდე ყველაფერი მინანქარი არის. როგორი ლამაზია მინანქარი? ესა? ესეც ზომაშია მცირე და სხვა ფერში არის. აიმე. ძალიან ლამაზი და საერთოდ მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ ამ გამოფენაზე არის ნაძვის ხის სათამაშოები წარმოდგენილი მინანქარში და სხვადასხვა ძვირფასად გაკეთებულ ესე ვთქვათ ხო მეტალიც არის ხო აქ? აი ეს მეტალი თოვლის ბობოა მეტალის არის თავიდან ბოლომდე. თეა, მოდი შენი ნამუშევარიც ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ერთ-ერთი სერიოზული ნამუშევარი, ანუ სერიოზული რა დატვირთვით ვამბობ, რომ ანუ ნაფიქრი და უფრო რთული ნამუშევარი არის, თქვათ აი ეს ბურთი, რომელიც აი თქვათ მოცულობითია, ნუ აქ არის გამოყენებული ფილიგრანი და არის ტეხრული მინანქარი, ეს არის მთლიანად შესრულებული ვერცხლში და მინანქარიც არის შესრულებული ვერცხლზე, ვერცხლისვე ტეხრებით. იცით რა არის, აი სირთულე არის იმაში, რომ რა თქმა უნდა ეს არც ისხმება, არც არაფერი, ანუ ხელით ეწყობა ეს რაღაცა კარკასი არსებობს თქვათ ხე, რომელზეც შეგვიძლია ააწყო ეს და ანუ რაღაცა სირთულეებთან, ტექნიკური სირთულეებიც არის გარდა იმისა, რომ თქვათ მინანქარი უკვე რამდენიმე გიწევს, რომ ცალ-ცალკე გააკეთო ერთი და იგივე თქვათ რაღაცა ორნამენტი. დიახ. ასე რომ აი თამუნას ნამუშევარის და რა განსხვავება ის არის, რომ თქვათ გამოყენებულია თითბერი, მეორეში თქვათ გამოყენებულია უკვე ვერცხლი, არის ეს ოქროს დაფერვით და ეს სხვადასხვა აქაც საკმაოდ ძვირფასი ნივთებია და ვფიქრობ რომ ამ ნივთებს ვინც შეიძენს საშვილიშვილოდ თაობებს გადაეცემა და არ იქნება ერთჯერადი ეს სათამაშოები რა თქმა უნდა. ესეც ის არის რომ ერთი განსხვავებული ნივთი რომელიც შენ გიყვარს სულ გექნება რა და შესრულებულია ან მხატვრის ნაფიქრია და შესრულებული. ძალიან საინტერესო შემოქმედებაა რა რომელიც მოდი ახლა ნინოსთანაც გადავინაცვლებ. ნინო დილამშვიდობის. მოდი წარგვიდგინე შენი ნამუშევრები აქ გვაჩვენე. მე ამ გამოფენაზე გადავწყვიტე რომ ცოტა უფრო ნაციონალური ხაზით გამეკეთებინა ჩემი ნამუშევრები. სასუვენირო ესეთი სამშვენისი ნაძვის ხის. მაგრამ მომეწია ვაჩვენოთ მოდი უფრო ახლოს. ეს არის ფილიგრანი, თვლებით არის და ვერცხლია მთლიანად ეს და ეს საახალწლო სუფრასაც დაამშვენებს. იცით რა დატვირთვა აქ კიდე რა მინდოდა როდესაც ნაძვის ხეს ვშლით ახალი წლების მერე სულ მაგრძნობა რომ აი მენანება ეს ასეთი ნამუშევრები ხო ნაძვის ხე ალბათ ძალიან ლამაზი იქნება. ასე როგორც ყველასი, ყველა ცდილობს რომ თავის ნაძვის ხე იყოს ყველაზე ლამაზი.
აქედან გამომდინარე სულ ვცდილობ რომ მინდოდა გამიკეთებინა ისე რომ მთელი წლით კი არ შეგვენახა ეს. შეიძლება რომ ესი კედელზე გადაკიდო და რაღაცა მთელი წელიწადი იყოს სიმბოლურად იყოს, აი როგორც სუვენირი, როგორც მე ახალი წლების დროს შეიძლება რომ ესე. იცი რა მეინტერესებს ნინოს, ცოტა უცნაური კითხვა უნდა დაგისვა, მაგრამ ბავშვობაში თქვენი საყვარელი ზღაპარი რა იყო? აი იქიდან ხوار გაქვთ რამე წარმოდგენილი რომ შეგექმნა. იცით რა ქართული ზღაპრები არ იყო ჩემი საყვარელი ზღაპრები, იმიტომ რომ რაღაცა არ მომწონდა სიუჟეტი არასდროს. ისე იცით იქიდან გამომდინარე რომ გალერეაში უცხოელები არიან. ბევრი სტუმარი ხო მე მგონია რომ დაინტერესებდათ აი ესეთი ფორმის აი ესეც თქვენი არის ხო? ვხედავ რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს თუ არის შესაძლებელი. ძალიან ლამაზი არის ეს. ქვევრი ეს თავისი ყურძნით და მე მგონი მაინც ქართული ელემენტები აქვს, მაგრამ მე მგონი რომ იცით ნაძვის ხეს ძალიან გაალამაზებს იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს სული ტრიალებს. კი, ნამდვილად დაგეთანხმებით და ვფიქრობ რომ ნამდვილად დაამშვენებს არა მარტო ნაძვის ხეს, არამედ სუფრასაც და რომ ჩამოკიდებ და თქვენ სახლს ესე ვთქვათ. აი ნინოს ასე გაკეთებული აქვს, აი ესეთი ესეც ნინოს ძალიან ლამაზია თვითონ ნაძვის ხეს, ანუ მორთული, ეს არის ტიხრული მინანქრით გაკეთებული, აქაც არის ფილიგრანი გამოყენებული და აი შიგნით არის უკვე ჩაყრილი თულებია რა, მარგალიტებია ჩაყრილი, რომელიც და ეს უკვე არის ქანდაკების ტიპი, ანუ ყველა მხრიდან რო იკითხება და როგორც არ უნდა დადო არის ლამაზი. მე მგონი ძალიან მოეწონებათ უცხოელებს, მეც ეგრე ვფიქრობ. იცი, უცხოელებსაც და ქართველებს რა თქმა უნდა, მაგრამ უცხოელებისთვისაც უცხო არის ვფიქრობ ეს ყველაფერი და ძალიან ლამაზი არის. აქ კიდევ სხვადასხვა ნივთები არის, მოდი რო ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. აი ასევე ძალიან საინტერესო არის აი ეს რაღაცა ანსამბლი მეც დამაინტერესა აი ეს მითხარი რა არის რომელიც ეს არის მარხილი გაკეთებული ასევე არის სირთულეები ამ მარხილში სერიოზული იმიტომ რომ ჯერთი არის უკვე სერიოზული როდესაც უკვე ამხელა ფორმას ვაკეთებთ რა თქმა უნდა აი აქ მთლიანად ეს არის დაფარული მინანქრით ასევე ეს ზარდახშაც უკან რაც არის ალბათ სადაც საჩუქრებს ინახავს ძალიან ლამაზია ხო და აი ესეთი ქანდაკება გაკეთებული მე ხა ამას ეგ დავდებ და ასევე გაჩვენებთ ამ მარხილის წამყვანძალას. რა თქმა უნდა. მამოძრავოს ეს არის ანუ ეს არის ირემი გაკეთებული, აქაც რამდენიმე მასალა, ანუ სპილენძი, თითბერი, ტიხრული მინანქარი, გამოყენებული მარგალიტის კუდი აქვს. ძალიან ლამაზი არის და საინტერესო. მეც ასე ვფიქრობ, რომ საინტერესოა და რადგან დიდია მარხილი, ხატორმა გადაწყვიტა რომ ორი ირემი აუცილებლად. ირემი, რომ რაღაცნაირად და ისეთ ძალიან ლამაზი ნივთებია, სათამაშოები უფრო სწორად. ეს ძალიან საინტერესო ნივთებია. ეს არის ჯიმის გაკეთებული ლომინაძის, აი ესეც არის მგვალ ფორმაზე, ანუ მგვალ ფორმაზე, როდესაც მინანქარი იდება, ეს საკმაოდ სირთულეს წარმოადგენს. ანუ რთულად არის ეს შესრულება. რა თქმა უნდა, ეს არის მარჯნის ცხვირი აქვს. და ესეც აფილო არ გეგონოთ ეს გეგონოთ მარჯნის ცხვირი აქვს და აი აქაც არის გამოყენებული ძოწი ღილებად. ანუ რაღაცნაირად ხატვარი თავის რაღაც ჩანაფიქრს ახორციელებს რაღაც ეს საყვარლად, როდესაც სათამაშოს ეხება საქმე. ასევე ესეც ძალიან საინტერესო, ესეც მთლიან ფორმაზეა გამოყენებული და ოქროს, ესე ვთქვათ, ქაღალდით არის დაფერილი, რომელიც რა თქმა უნდა 900 გრადუსს უძლებს და მაღალი გამოწვის არის. ძალიან კარგი და ლამაზი ნივთებია. თან მინდა რომ ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ დღეიდან დაიწყო 40%-იანი ფასდაკლება ჩვენს გალერეაში. შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ ეს არაჩვეულებრივი ნივთები, საახალწლო და არა მარტო საახალწლო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მხატვრებს და ჩვენს სტუმრებს ესეთი ლამაზი ნივთების შექმნისთვის, ესეთი ლამაზი ჩართვისთვის. მე ხომ უნდა დაგემშვიდობოთ და მობრძანდით აუცილებლად შეიძინეთ და გაალამაზეთ თქვენი საახალწლო სუფრა და სახლი. ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ.